ეროვნული სამოსის დღე თითოეული ქართველისთვის ჩემი აზრით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, რადგან არის ჩვენი სულის, ჩვენი ტრადიციის, ჩვენი ეროვნების, ფასეულობების და რა თქმა უნდა ქართული ჯიჟ-ჯილაგის ესე რომ ვთქვათ, ჩანახატი. რა თქმა უნდა ოჯახთან ერთად მივესალმებით ესეთ კარგ დღეებს, ეროვნული სამოსის დღეს, ოჯახის სიწმინდის დღეს და იხაროს ქართველმა ერმა საქართველოს და გაუმარჯოს საქართველოს. 18 მაისს მოგეხსენებათ არის ეროვნული სამოსის დღე, დღეს ეს დღესასწაული ჩვენმა ქორეოგრაფერმა თავის ჯგუფებთან ერთად გაგვილამაზეს, მოეწყო მსვლელობა და კიდევ ერთი შეხსენება იმასთან დაკავშირებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ფუძის დანატოვარი გადავცეთ მომავალ თაობას. პირველ რიგში მოგილოცავთ 18 მაისს ეროვნული სამოსის დღეს. ეროვნული სამოსი არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ისტორია, რაც ქართველებისთვის დიდად მნიშვნელოვანია. ჩვენი სამოსი ძალიან მრავალფეროვანია, სხვადასხვა კუთხის მიხედვით არის სხვადასხვანაირი. ჩემთვის ეს სამოსი არის ღირსება, როცა ამ სამოსს ვიცავ, განსაკუთრებით პატივისცემით ვეწყობი და დღეს ძალიან ლამაზია ჩვენი ქალაქი, რადგან ასობით ახალგაზრდა ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი. მადლობა თქვენ, რომ ასეთ ღირსეულ დღესასწაულს აშუქებთ. ვილოცავ სრულიად ზესტაფონს და სრულიად საქართველოს. ვილოცავ სრულიად საქართველოს ეროვნული სამოსის დღეს. მე მგონია ქართველობასთან არაფერი გვაახლოებს ისე კარგად, როგორც ჩვენი ტრადიციული, ეროვნული, სიამაყით გაჯერებული ჩოხა ახალუხი, ქართული კაბა. ვილოცავ ჩემ ზესტაფონს, ამდენი ლამაზი ბავშვი, ამდენი ლამაზ კაბებში გამოწყობილი, ჩოხა ახალუხებში გამოწყობილი ახალგაზრდა და ვილოცავ ქართულ ქორეოგრაფიას, რომელიც ძალიან აახლოებს ქართულ ტრადიციულ ფორმასთან ჩვენს ახალგაზრდობას. გილოცავთ ყველას ერთად და კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ გაერთიანებულ თავისუფალ საქართველოში დააბიჯოს ფეხი ამ ჩვენმა საამაყო მომავალმა თაობამ. ნუალე დღესასწაული ეროვნული სამოსის. ბედნიერი ადამიანი ვიყავი, ასობით მოსწავლე ახალგაზრდობა ეროვნულ სამოსში ჩაცმული, რომ მოაბიჯებდა ზესტაფონის ქუჩებში. მე მინდა ყველას უსურვო პირველ რიგში სრულიად საქართველოს გამთლიანება. ეროვნული სამოსი წინაპრის მოტანილი დღემდე ვალდებულები ვარ ჩვენ შევინარჩუნოთ. იყოს ეს წინვალე დღესასწაული ყოველწლიურად და გადავცეთ თაობიდან თაობას. ჩვენ ვერავინ ვერც მოგვერევა, ვერც შეგვედრება ჩვენი ეროვნული სამოსით, ჩვენი ქართული ფოლკლორით, ქართული ცეკვით და ქართული სიმღერით. კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს ულოცავ ამ წინვალე დღესასწაულს. სულ ზეიმი და ზეიმი ყოფილიყოს საქართველოში. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ძალიან მიხარია რომ ეს დღე არსებობს და მთელ საქართველოს ულოცავ ქართული ეროვნული სამოსის დღეს. ძალიან მიხარია რომ ამ ფორმას დღეს ვატარებ და ვარ ძმების წარმომადგენელი. დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა, ჩვენი პროფესიული დღესასწაული, რომელიც ძალიან გვახარებს და განსაკუთრებით გვახსენებს ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელობას და მომავალი თაობისათვის გადაცემის აუცილებლობას. დღეს მუზეუმი გახლავთ სივრცე, სადაც წარსული ცოცხლობს და მომავალ თაობას ვაცნობთ თავიანთ ფესვებს. მინდა მუზეუმების დღე მივულოცო ყველას, ვისაც უყვარს მუზეუმი და სამუზეუმო სივრცე, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს და ჩემს არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომლებიც მთელი სულითა და გულით, მთელი სითბოთით და სიყვარულით აკეთებენ საქმეს, თავიანთ საქმეს და ის რომ დიდსა და პატარას უხარია მუზეუმში მოსვლა, ეს სწორედ მათი დამსახურებაა და უღრმესი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. აგრეთვე მინდა მივულოცო ყველას ეროვნული სამოსის დღე, ქართული სამოსი ეს გახლავთ ჩვენი იდენტობისა და ისტორიის ნაწილი და სამოს რომელსაც ვატარებთ დიდი სიამაყითა და სიყვარულით ვატარებთ ჩვენ ამ სამოს. არის მუზეუმების საერთაშორისო დღე, მიმყოფები ზესტაფონის ხარისცოდნეობის მუზეუმში. მინდა მუზეუმს დღევანდელი დღე მიულოცო, უსურვო კოლექციის სიუხვე, სიმრავლე და შემომწირველების სიმრავლეც დღეს მე სამწუხაროდ პირველად ვიმყოფები.
დღევანდელი დღე გამოვხატე ჩემი თანადგომით იმით, რომ წარმოვადგინე რამოდენიმე ორიგინალი მონეტა საჩუქრად შემოწირულობის სახით, რომელიც არის ავთენტური და მე-12 საუკუნის ქართველი მეფეების მონეტა, ესაა როგორც რუსუდანი, ასევე ლაშა გიორგი და თამარ მეფე. მინდა უსურვო ამ მუზეუმს კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ბევრი შემომწირველი ყავდეს, მნიშვნელოვანია ადამიანების როლი შემომწირველების მუზეუმის განვითარებაში და მიმაჩნია, რომ ეს ყველა მოქალაქე ვალდებულია ადგილობრივიც თუ არაადგილობრივიც თავისი ერთი ნივთი სიმბოლურად მუზეუმის საერთაშორისო დღე იქნება თუ ჩვეულებრივი დღე მუზეუმს გადასცეს საჩუქრად. მადლობა დიდი ყურადღებისთვის, ასევე გავეცანი მშვენიერ ექსპონატებს, რომელიც არ მქონდა ნანახი. ამაც მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება გისურვებთ. და სიხარულით აღვნიშნო დღევანდელი დღე. დღეს არის მუზეუმების საერთაშორისო დღე და ასევე ჩვენთვის არის ძალიან დიდი მნიშვნელობის დღე იქედან გამომდინარე, რომ სტუმრად ყავდა არაჩვეულებრივი პიროვნება, ნუმიზმატიკი, რომელმაც მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა უძველესი ფულები, რომლითაც გამდიდრდება ჩვენი ნუმიზმატიკა და დაელოდება მნახველს, რომ კიდევ ერთხელ თვალი გადაავლონ თავიანთ მდიდარ წარსულს. ექთნის პროფესია უმნიშვნელოვანესი რგოლია ზოგადად გამართული ჯანდაცვის სისტემაში. ეს ქსოვილი უბრალოდ შეუძლებელია წარმოვიდგინეთ ჯანდაცვის და სამკურნალო ქსოვილი ფუნქციონირებდეს ექთნის პროფესიის გარეშე. უმნიშვნელოვანესია მათი წვლილი თითოეული განკურნებული პაციენტის განკურნების საქმეში. ასე რომ მინდა რომ მე პირადად გამოვხატო ძალიან დიდი მადლიერება და ძალიან დიდი პატივისცემა ამ პროფესიის თითოეული წარმომადგენლის მიმართ და მინდა მთელ საზოგადოებას ვთხოვო იმავდროულად, რომ განსაკუთრებული იყოს მათ მხრიდან დაფასებაც და პატივისცემაც ყველა ამ პროფესიის თითოეული წარმომადგენლის მიმართ. მართლაც უმნიშვნელოვანესი და მართლაც უღირსეულესი პროფესიაა. მინდა რომ მათ მიულოცო პროფესიული დღესასწაული და იმავდროულად, რა თქმა უნდა, უსურვო ყოველივე საუკეთესო, დიდი წარმატება და განსაკუთრებული დაფასება. ექთების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება. მინისტრმა დააჯილდოვა გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის ჩვენი ექთნები, მთელი საექთნო კოლექტივი, რაც ძალიან დიდი სტიმულია მათთვის, შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის. დაჯილდოვდნენ ექთნები გაწეული შრომისათვის, დაუფასდათ შრომა, გადასცათ სიგელები ბატონმა მინისტრმა. ეს არის ჩვენთვის უდიდესი სტიმული, რათა უფრო მეტად გავიძლიეროთ ძალები და უფრო მეტად ვემსახუროთ ჩვენს პროფესიას. ამ სტენდს რო გაეცნობით, 1933 წლის 30 ოქტომბერს პირველი ქართული თეროშინადნობი როგორ გამოდნა და რა განვითარება პოვა წლების მიხედვით. და ქარხანას რო ნახავთ, გაგიჩნდებათ სურვილი მეტალურგი რო გახდეთ. ხარაგაულის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ვიმყოფებით თეროშენადნობთა ქარხანაში. მოსწავლეები ამ ყველაფერს თეორიულად იცნობდნენ და ჰქონდათ ინფორმაცია. ეხლა ვიმყოფებით, რომ პრაქტიკაში იხილონ ეს ყველაფერი. შეიძლება ამ ყველაფერმა თითეული მათგანის ცხოვრებაში განსაზღვროს მათი მომავალი პროფესიაც, ძალიან მოეწონათ ბავშვებს თითეული პროცესი. მოსწავლეების და პედაგოგებიც კმაყოფილები ვართ. დღეს მე პირველად ვარ თეროშენადნობთა ქარხანაში და ძალიან დავინტერესდი ამ ყველაფერით. მით უმეტეს ძალიან კარგი გიდები მყავდა და ყველაფერი დეტალურად აგვასწრეთ. შეიძლება მომავალში დავინტერესდე კიდევაც ამ პროფესიით.